მეგობრებო, დავიწყოთ მაკარონის სალათის მომზადება. ესე იგი, დაგჭირდება სიმინდის კონსერვი. აქ მე მაქვს 2 პატარა ბანკა სიმინდის კონსერვი. ერთი წითელი ბურგალური წიწაკა დაჭრილი პატარა ნაჭრებად. შემდეგ ცოტა მწვანე სალათის ფურცლები. თვალის ზომით, მე 5-6 ფურცელი სადღაც. მწვანე ხახვი, თქვენ შეგიძლიათ უქნათ ჩვეულებრივი ხახვი. როგორც გნებავთ. ეხლა თონუსის თევზი, დავჩეჩოთ ცოტა კარგად. დაჭრილი პომიდორი, აქ ჩემი იყო დიდი თავი პომიდორი. ოღონდ გამოაცალეთ კურკები, რომ წვენი არ შეხვდეს, უკურკო და დაჭერით აი ესე თავისკანიანად პატარა კუბიკებად. ეს გადავდოთ ახლა ყველაფერი გვერდით. აქ ახლა მე ვეღარაურებ, იმიტომ რომ გაივსო ეს ჯამი და მოვიდა ცოტა მოზრდილს, რომ იმაში ყველა ინგრედიენტი კარგად აურიოთ ერთმანეთში. მე გადავიტანე ცოტა მოზრდილ თასში. ეხლა გავაკეთოთ სოუსი. არა, ბოდიში მაპატიეთ, სანამ სოუსს გავაკეთებ, გავხეხოთ ერთი ვაშლი და შევურიოთ. აი მეგობრებო, გავხეხე ერთი ვაშლი, ოღონდ ვაშლმა რო წვენი არ გამოიღოს, გავწუროთ. და ჩაუშვათ ესეც ჩვენ სალატში. ესეც ესე. ეხლა გადავდოთ სალათი ცოტა გვერდით და მოვამზადოთ სოუსი. ისვისთაც დაგჭირდება 3 სადილის კოვზის სოიოს სოუსი. ერთი სადილის კოვზი დოგვი. ერთი სადილის კოვზი მითავდება კეჩუპი. და 2 სადილის კოვზი მაიონეზი. ესეც ესე. ეხლა ლიმნის წვენი, რა თქმა უნდა. ორი სადილის კოვზი ლიმნის წვენი. და ზეითუნის ზეთი, ისიც 3 სადილის კოვზი. ეს ყველაფერი კარგად აურიოთ. ინგრედიენტი რო გაიხსნეს ერთმანეთში. ესეთი. ან ჩანგლით, რითიც თქვენ მოგეხერხებათ, ჩემო ლამაზებო. ესეც ესე სოუსი მზად არის. ჩავასხათ ახლა ეს ჩვენი სოუსი ბოსტნეულში. და ეხლა დადგა
რომ ჩავაყაროთ ჩვენი მოხარშული მაკარონი. ეს ჩვენი მოხარშული მაკარონი და ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ღმერთო რა სალათია, სიტყვით ვერ გადმოგცემთ, გააკეთეთ ჩემო მეგობრებო, არც არაფერი ინგრედიენტი არ უნდა. თქვენი ფანტაზია, კიდე აქ შეგიძლიათ კიტრი დაუმატოთ, გახეხილი სტაფილო დაუმატოთ, თუ თონუსის თევზი არ გაქვს დაუმატოთ, დაჩეჩილი ქათმის ხორცი, ან რომელიც თქვენ გნებავთ. მე ხა გემოზე გავსინჯავ, რადგან სოიოს სოუსს აქვს თავისი მარილი. ნახოთ, ჭირდება თუ არა მარილი. ჩემო ძვირფასებო, ნამდვილად არ ჭირდება მარილი, იმიტომ რომ სოიოს სოუსს, როგორც გითხარით, სოიოს სოუსს აქვს თავისი მარილი და უკვე როდმე უქნა ძალიან ზედმეტი იქნება. მე შავ პილპილს არ უშვები, იმიტომ რომ ჩემთან ოჯახში არ მიირთმევენ. თქვენ შეგიძლიათ უქნათ. გააკეთეთ, გამიხარდება, ადვილია, გემრიელია, მოყიერია. წარმატებებს გისურვებთ. გოცნით ყველას და დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.